მოგზაურობა. პირველ რიგში ბედნიერ დილას გისურვებთ, ბედნიერ კვირას ყველას, ჯანმრთელობას ყოველივე კარგს. ძალიან კარგია დილიდან პოზიტივში სასწაულად საოცარი სიტუაცია, ამდენი სიმღერები, ამდენი კარგი ჰანგები, მელოდიები, რაჯობი ამას თან კიდე ზურა ყავთ, ჩემო კარგებო, ეს არის ოხუნჯობის დიდოსტატი და იუმორის, მოდი ესე ვთქვათ, რაც აუცილებელია, მინდა მით უმეტეს დილით, როცა მოგიყვანთ ეს კაცი კაი განწყობაზე თან სიმღერებთან, ამას რაჯობია, მთელი დღე გაივლით ესე, მშვენიერია. ეს ძალიან კარგია. და აქვე გვერდით ყავს მეფეთა მეფე, ანა ლომის ზოდიაქოს ნიშანი, ჩემო კარგებო, ასე რომ გადასწავლე. ვარცხნობა შეეცვალა უცებ. ამას ახლა რასაკვირველია, ხო, ხედავ, მომენტალური ზეგავლენა აქვს, ხო? ხო, კარგი, მომენტუმური, ამაზე რა თქვა. ეხლა ჩემო კარგებო, მოდი ამშვიდ რას გვიქადიან ვარსკვლავები, რატენაციები ამ კვირაში, ცოტა ესე შევისვენო და მე ისევ გადავალთ მუსიკალურ ნაწილზე და აშენგო, ხო? ესე იგი ეხლა მუსიკა უკვე კოსმიური ჰანგებისა როგორ იქნება ამაზე ვისაუბროთ. ესე იგი პლანეტები რას გვიქადიან? კვირა არის კარგი. პოზიტიური ენერგოველია, რაც ნიშნავს იმას, რომ პახმელიანაც ადვილად გამოვალთ. თუ რამე ჯანმრთელობის პრობლემები იქედანაც ადვილად გამოვალთ, ურთიერთ გაგება მატულობს, იდეების რეალიზაცია შედარებით ადვილად ხდება და საერთოდ კაი განწყობა მოდის წინა პლანზე. რა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ეხება ეს აბსოლუტურად, მოდი ასე ვთქვათ, ამიტომ კვირა არის პოზიტიური, თითქმის ყველა ნიშნისთვის. ეხლა რა მნიშვნელოვანი მოვლენებია კიდე სხვა, რაც გასათვალისწინებელი ამ კვირაში. სამი გეომაგნიტური დღე გვაქვს, ესე იგი დღეს ორშაბათი და შემდგომ პარასკევის შაბათი. თუ აქ რაღაც დისკომფორტი იგზავნით, ცოტა მეტი ყურადღება წნევას და ნუ ახლა წამლები და იცი თქვენ დასვენება ცოტა მეტად რო ეს დღეები, რომ შვიდად გავეარო და დისკომფორტი არ გქონდეს. შემდგომ კიდე რა მნიშვნელოვანი მოვლენაა დღეს. თევზების და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნავს ხო ყურადღებას, რატო? ნერვული სისტემა მათ დღეს შესუსტებული აქვს. და ამიტომ არ გადაიღალონ, არ გადაიტვირთონ, საქმეები არ გაარჩიონ დღეს და არავითარ კამათში არ ჩაებან. გაუფრთხილდნენ ცოტა საკუთარ ნერვულ სისტემას და გადამეტებულ ემოციებს. ეხლა კიდევ რა მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ჩვენ, გავეთვალისწინოთ, რომ 4 შაბათს ცილის წამების ტენდენცია მოიმატებს და ჭორების ამ ხრივ ვიყოთ ყურადღებით, სამაგეროთ. 3 შაბათს და 4 შაბათს განსაკუთრებით რო ეთქვიან ჯანზე ექნებიან კუროები და მორიელები. ეს ორი ნიშანი იქნება ძალიან ინიციატივიანი, აქტიური ენერგია, მთავარია ეს დიდი ენერგია არ გარდაქმნან კონფლიქტებში და საქმეთა გარჩევაში. არამედ გადაეტანონ შემოქმედებითი ინჩის გამოვლენაში. მაშინ იქნება ძალიან კარგი. ეხლა კიდევ მნიშვნელოვანი მოვლენაა პარასკევს და შაბათს. ჩემო ზურა. ჩემო კარგო ლომო, იღავით ყურადღებით ქალბატონებს ემატებათ ემოციური აგრესია. ამიტომ ვიღოთ ყურადღებით, ანუ ემოციური გაღიზიანება გადადის აგრესიაში. ამიტომ მათ თემართებაში მეტი დიპლომატია, ტაქტი, თავდაჭერა გმართებს, რომ არ ავყვეთ პროვოკაციულ მომენტებს. რო იცი ხოლმე რო გადაირევი ხოლმე. მაგას ფიქრობდი. ამიტომ პარასკევის შაბათი ამ ხრივ ვიღოთ ყურადღებით. 7 ჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით, ამ პრინციპით იმოქმედეთ. ეხლა მოდი ამშვიდ უკვე სხვა ტენდენციები, რომელიც უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს შეესაბამება და რადგან პოზიტიური ენერგოველია, ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშანი იქნება წარმატებული. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ თითქმის ყველას. და ეს არის კარგი პოზიტიური ენერგოველისა. ვერძი დავისკოთ პირველი ზოდიაქოს ნიშანი. ვერძებო, არავით არის სიზარმაცე, თქვენთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო ვარსკვლავური დრო. ენერგოტონუსი გაქვთ, მაღალი ეს ნიშანი აქტიური ენერგიული ინიციატივიანია, მებრძოლის სულისკვეთების მატარებელია, რეფორმების სიახლეების დრო. ახლა გაითვალისწინეთ, რომ მზე ახლა გადის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს. მერწყული არის რეფორმების სიახლეები, თავისუფლება, დემოკრატიული პრინციპების გაღვიება, მეგობრული კონტაქტები, მაგრამ მერწყული ზრდის ტემპს ცხოვრებისა, მოვლენებისა, სიტუაციებისა. ამიტომ თავარია თქვენ ნაყვეთ ამ ტემპს და აქ არ დაკარგოთ შანსები, რომელიც იქნება და არაერთი. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, კი, პროფესიონალური წინსვლა, განვითარება, კი, შეიძლება პარტნიორული ახალი საინტერესო ბიზნეს თანამშრომლობა ჩადოთ, ესეც მოგცემთ მატერიალური დივიდენდები. ამიტომ გინდათ ფინანსური, გინდათ პროფესიონალური კუთხით ძალიან სერიოზული წინსვლის პერსპექტივები გაქვთ. თავარი აქტიურად იმოქმედოთ, დრო არ დაკარგოთ და მოასწროთ ამ მოვლენებისადმი სწრაფი ადაპტირება. პლუს ამას
ძალიან კარგია ურთიერთობა კონტაქტი ინტერნეტთან. აქედან შეიძლება გაიცნოთ ახალი ადამიანები, მიიღოთ საინტერესო თქვენთვის ახალი ინფორმაცია. სხვათა შორის თქვენში ძლიერდება დემოკრატიული პრინციპები, ანუ ნაკლებად ხდებით ეგოისტი და ნაკლებად დიქტატორი ამ პერიოდში. აი ესეც მოგცემთ ავტორიტეტის ზრდის ერთ-ერთ საშუალებას. ამიტომ კვირა ძალიან კარგია იაქტიურეთ. რაც შეეხება კუროს. აი ახლა ერთის ხრი მაგალითად სხვა დროს და მithumetas ახლა რო ყოფილიყო დედამიწა უარყოფითი ენერგოველში, მე ვიტყოდი რომ კუროს აქვს საკმაოდ მძიმე პერიოდი. იმიტომ რომ როცა მზე გადის მერწყულს, კუროს ძალიან უმძიმდება განსაკუთრებით ენერგოტონუსი. ეხლა ამას ვერ ვამბობ. მიუხედავად იმისა, რომ ენერგოტონუსი კი ცოტა შემცირებულია, ამიტომ კუროს სჭირდება მეტი გამოძინება, მეტი დასვენება, რომ აღადგინოს დახარჯული ენერგია, მაგრამ ამოდროულად აქტიური მოქმედება. რატო? ეღბლიანობა მაღალი აქვს. აქ შეიძლება იპოვოს ესეთი ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად გააზიარებენ მის იდეებს, ინტერესებს და გვერდით დაუდგებიან მათ. უფრო მეტიც, შეიძლება იპოვოს ესეთი ადამიანები, რომლებიც გახდებიან მფარველები და ხელს შეუწყობენ მის კარიერულ განვითარებას წინსვლას. ამიტომ მაგ მიძინების, დასვენების დრო არ არის შემოკარგება. მოგეცემათ საშუალება დასვენოთ ეგრევე თქვენი ორგანიზმი. კარგად გამოიძინეთ. რატო? დაღლილობის შემთხვევაში შეცდომებს მეც ვუშვებთ. ხო, ამიტომ თავარი არ გადავიღალოთ. მაგრამ ის რომ უნდა იმოქმედოთ, წყალი არ გაუამბოს. იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, რომელიც შეუწყობს თქვენს პროფესიონალურ წინსვლას, კარიერულ განვითარებას, შეიძლება ახალი თანამდებობის დაკავებას. ამიტომ ურთიერთობები კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან უნდა იყოს ინტენსიური და კარგი. მათი მხრიდან დახმარების ტენდენციას გაქვს საოცრად კარგი. ამიტომ ეს არის პროფესიონალური წინსვლის დრო. შესაბამისად, იაქტიურეთ. ოღონდ ვიმეორებთ, თან დაასვენეთ საკუთარი ორგანიზმი. ეხლა ტყუპებს ვერ გააჩერებთ შემოკარგება, ხა კიდევ კაი აქ ტყუპები არ ყავს, თორემ მე და შენ გავწამდებოდით შემოკარგო, კიდევ კაი 7 წყნარი ყავს, ლომი, ანა, მაინც იმპერატორია, მაგრამ მაინც 7-ია. თორე აქ უნდა გენახა ხა ბალიშების დროლა რა ამბავში ვიქნებოდით მე და შენ. ესე იგი ტყუპები ეხლა არიან არნახულად აქტიურები, ენერგიულები, ინიციატივიანები. ერთ-ერთი საუკეთესო დროა რისთვის, სიახლეებისთვის, რეფორმებისთვის, თავარია რა, მოასწრონ. ამ ნიშანს უყვარს 10 საქმისათა დაწყება. აი ამისთვის საუკეთესო დროა. მოვლენები ისე სწრაფად განვითარდება მაცხოვრებაში. აი მთავარია რამდენად მოასწრებენ ან მოვლენებისადმი მისადაგებოს. მით უბრალოდ წარმატებულები იქნებიან. აი შეიძლება 10 საქმე გამოჩნდეს და 10-ვე წარმატებული. აი რამდენად მოასწრებენ ამას. ამაზეა დამოკიდებული. პლუს ინტერესი განსაკუთრებული აქვს ამ პერიოდში. ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სულიერი პრაქტიკებისადმი და ეს ინტერესი გაძლიერდება, იმიტომ რომ შეიძლება სერიოზული ვარჯიშები დაიწყონ მედიტაციური ან იოგა სისტემის სფეროში და ეს ის პერიოდი, როდესაც მოგზაურობა იქნება ძალიან წარმატებული. უცხოელებთან აქტიური კონტაქტები, უცხოეთში სწავლა, შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, რაც გაზრდის ბიზნეს გაფართოების და მათ შემოქმედებით ნიჭის გამოვლენის ახალ შესაძლებლობებს მაცხოვრებაში. ამიტომ ტყუპებო, ყოველხრივ კარგი პერიოდი გაქვთ. იაქტიურეთ. ეხლა რაც შეეხება კირჩხიბს, აი კირჩხიბსაც იგივეს ვიტყოდი მე მაგალითად, რასაც კუროზე ვამბობ. ენერგოტონუსი შედარებით დაბალია. ამიტომ, მაგრამ ეხლა რა არის პლუსი? კირჩხიბი ძალიან რეაგირებს ახალ მთვარეზე, სავსე მთვარეზე, ეხლა ამ კვირაში ეს არ აქვს. ამიტომ ამისგან თავისუფალია. მიუხედავად იმისა, რომ ერგოტონუსი დაბალი გაქვს. ზოგადად მთვარეზე რეაგირებს. ძალიან. კი, მთვარეზე აქვს ძალიან ძლიერი რეაქცია, მაგრამ ეხლა ეს არაფერი არ აქვს. ამიტომ შეგიძლიათ შვიდად გაიაროთ ეს პერიოდი, მთავარია არ გადაიღალოთ, არ გადაეტვირთოთ და მშიერი არ ეღოთ. კერჩხებისთვის ხო ის დარშელი აქ რო მოვდივარ ოპერატორებს ვხედავ, პირველი ვეუბნები ნაჭამი ხო ხარ დღეს, იმიტომ რომ თუ მშიერი ეს ნიშანი მტრისას 100 აცვლება რადიკალურად და უცებ ხო? ამიტომ შემოგენო ახლა პატარა იუმორში გავატარეთ, ცხადია, მაგრამ ახლა სიმართლესთან თავარია რა, გაითვალისწინო პერიოდი კარგია. საქმიანი კუთხით. აქ შეიძლება მაგალითად მოხდეს ესეთი რამ, რომ ახალი პარტნიორებიც ნახოთ. შეიძლება ძველი პარტნიორების საქმიანი ბიზნეს მათი მხრიდან წამოვიდეს შემოთავაზება ახალი ბიზნეს საქმიანობისა. ეს იდეა პროექტი კი სერიოზულ ფინანსურ დივიდენდებს მოგიტანთ, რაც მოგცემთ წელში გამართვის საშუალებას მithmeres ახლა ახალი წლის მერე ფინანსურად ბევრი რთულ სიტუაციაში, იმიტომ რომ დიდი ხარჯი იყო. აი ახლა გეძლევათ საშუალება რომ ეს ყველაფერი აღარ გავიმართეთ წელში. ხო, ყველაფერი იქნება, კარგად იქნება ყველა ეს კვირა ყველას გამართავს და ვიცი. ხო, პირიქით ასეთ შემოსავლიანი ახალი წელი რო არის ჩვენ ცხოვრებაში არ არის ეს ყოველთვის ესეა. ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება, მათ შორის მერწყულთა ცხოვრებაში. თან
ინტუიცია უძლიერდება. ამიტომ კონიუნქტურას კარგად გზნობენ, რა ჯობია, ვისთან ჯობია, სად ჩაიდოს დაუშვათ თანხები და რა როგორი მოქმედოს. ამიტომ შესაძლებლობები წარმატების ამ ნიშანს უდაოდ აქვს. ამიტომ აქტიურად იმოქმედოს დასვენებით, შიგად და შიგ, იმიტომ რომ იმუნიტეტი მას დაბალია. ეხლა მე ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, აი ხშირად მეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ აი გაგრძელდა 3 თვე ცუდი ამბების სუჩამ ცხოვრებაში. ეხლა უყურეთ ეს როგორ შეიძლება გადაებას ელემენტარული ამას არ უნდა ბევრი ფილოსოფია. აი მაგალითად, თქვენ გაქვთ დაუშვათ კარგი პერიოდი, ხო? და ამ კარგ პერიოდში გრიპის წინაშე დადექით. ინფექციური დაავადება შეგეყარათ, ხო? ნიშნავს იმას, რომ 1-2 კვირა შეიძლება 3-ით დაკარგოთ ამ კარგ პერიოდში. და ამ დროს წევ ხართ საწოლში, ცუდად ხართ, ხო? საუკეთესო მომენტებსაც გაქვს რაღაც. აი ამ აღმავლობას აუცილებლად მე მოყვება დაღმავლობის ერთვიანი ზონა. ესე იგი ნახეთ უკვე თქვენ კარგავთ 2 კვირას, 2 თვეს, 2 თვეს, ხო? აღმავლობის პერიოდი ხო დაკარგეთ, გრიპი გქონდათ. მერე გამოჯამრთელდით, მაგრამ უკვე კოსმოსურად მოდის დაღმავალი პერიოდი, როდესაც მემლიანობა დაბალი გაქვს. იქ უკვე იმდენს ვეღარ გააკეთებ. მერე აღმავლობა რომ მოდის, აქაც კიდე თუ გრიპია, ან რაღაცა სახის პრობლემაში, თქვენ უკვე მე-3 თვესაც კარგავთ. ნახეთ, 3 თვიანი დაკარგვა გამოდის. ამიტომ ყოველთვის ვაფრთხილებ ადამიანებს, როცა გაქვთ კარგი პერიოდი, აქტიურად იმოქმედეთ, ეცადეთ, არ გაცივდეთ, ტრავმატული სიტუაციის წინაშე არ დადგეთ, რომ ეს კარგი პერიოდი არ დაკარგოთ, თორე მერე 2 თვე მაინც გამოგივათ ცუდი. ანუ კალაპოტიდან ამოვარდეთ. აი ამაზე ზუსტად ეგ არის, ზუსტად შემოკარგო. ამიტომაც ეხლა ეს ყურადღება მართებს ამიტომ კირჩხიბს, რომ ეხლა ეს პერიოდი, ასე ვთქვათ, გამვლოს წურად, იმიტომ რომ უკვე 19 თებერვალი და კიდევ უკეთესი პერიოდი დაიწყება. ამიტომ მაგ თუ რაღაცებს გააკეთებთ, რისი შანსი აქვს და პარტნიორული თანამშრომლობის კუთხითაც, მე 19-დან კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება. უკვე ამის რეალიზაცია მისცემს სერიოზული მატერიალური დივიდენდების მიღების შესაძლებლობას. მივადექით ლომებს, ანუ აგერ ჩემოკარგო იმპერატორი. ფაფარი კი გაიშალა უკვე. ო, ჩემოკარგო არა, გასაშლელი აქვს უდაოდ, იმიტომ რომ ეხლა ეს ნიშანი ხდება უფრო მეტად აქტიური ენერგიული ინიციატივიანი მებრძოლის სულისკვეთის მაგრამ აი როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ორგანიზატორი კარგად გამოავლენს თავის მონაცემებს. ეს არის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს რას? ქორწინებას, სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ბიზნეს საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, თანამშრომლობას, შემოქმედებითი ნიჭის და უნარის ყველაზე კარგად გამოვლენას. ასუღები ყავდა უკვე რაც თავარია და ქორწინების მონაცემები იზრდება, რაც თავარია გიკავიათ ხმალი სამართლიანობისა. ვერიტანთ ვერანაირ უსამართლობას და აკაბილებით იცავთ ყველგან საკუთარ სამართლიანობას, რითიც 1-2-რად იმაღლებთ ავტორიტეტს საზოგადოებაში და თან გაქვთ უნარი არა ლომურად და ღრიალით მოდი ესე ვთქვათ ყალებში, არამედ დიპლომატიურად, საჭირო არ ბილად ყველა სახის პრობლემა მოაგვაროთ და კომპრომისებსაც მიაღწიოთ, რაც 1-2-რად გაზდის თქვენს წარმატებებს. ამიტომ ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ, აქტიურად. ეხლა თქვენი დროა. მთელი გულით და სულით და ნამდვილად. ой, მე როგორ არის რა ყველაფერი წინასწარ გაწერილი. არა, გაწერილი არა, უბრალოდ რაღაც კანონებია კოსმიური, რომელსაც აი უნდა მიყვეთ. ყველაფერი გაწერილი იყოს, რაზე იქნებოდა ცხოვრებას. როცა ჩვენ ახლა როცა იყო ელექტრობის და სხვა სახის საუბედური პრობლემის ამბავი, მე გითხარი და მოხდა კიდე ბუთქი. ჩვენ სახში ხო ვიცით ეგ ამბავი. ხო. მანქანაც რო ვიარტყი ეგეც ვიცით წინასწარ გაგაფრთხილეთ ამის შესახებ, ხო? ზურა არ იყო მაშინ და ეგ არის შესაბები იყო. მაგრამ ახლა გეუბნები პირიქით შენ სამსახიობო კუთხითაც შეგიძლია ხარ ძალიან სხვანაირად შემოქმედებითი ისეთი პროცესი დაიწყო, რომ არც კი ვიცი, ყველაფერი ერთიანდება და ჯაჭვს უპოულობს ერთმანეთთან, აი ეს ინფორმაცია, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაგროვე, მაწუხებ და კითხები მიჩნდებოდა და ასე შემდეგ, აი ამ ყველაფერმა დაიწყო ერთმანეთთან დაკავშირება. ჯერ სადახ. ამიტომ ამ თვის ბოლოს მე იმედი მაქვს კიდე ბევრ კარგ რაღაცა არ თვის კი არა იმ თვის ბოლოსაც მოგილოცავ ბევრ კარგ რაღაცებს. იმიტომ რომ კარგი შანსები გაქვს. პერსპექტივა უფრო მეტი შენ რო ხა ყოფილიყავი ჩართული დიზაინში, არქიტექტურაში. აქაც კი გენიალური იდეები გექნებოდა და გენიალური დიზაინერი იქნებოდი ამ დროსაც. სამოდელო სფეროში აეხლა. ხო ეს ლომები ფანტასტიკური მოდელიერები არიან, ხო? ახლა ვალენტინოდან დაწყებული ჯანფრანკო ფერეთ დამთავრებული უდიდესი დიზაინერები არიან და ამიტომ აქაც გაქვს ძალიან კარგი მონაცემები, იმიტომ კარგად ხედავს სტრუქტურას.
ნებისმიერი საგნის. თეატრი ყველაფერს აერთიანებს. ხო, კი ბატონო, კარგია. რატო არა. იქ სადაც ეთქვი რაღაც ამაღლებულს ან ბომონდურზა ლომის ეს ლომის არის ხო მისი კრედოა ხო? მაინც კატისებთა ოჯახია რა. ახლა ეგრეა. ხო. ეხლა ჩემო კარგებო, გადავიდეთ ქალწულზე. ქალწულს ეხლა ახასიათებს თვისებები, რომელიც სხვა დროს ნაკლებად ახასიათებს რა? ემატება მებრძოლის სულისკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ ენერგოტონუსი დაბალი აქვს შედარებით, მაგრამ ხდება მეუმარი. მებრძოლი კბილებით იცავს პრინციპულად ყველგან საკუთარ პოზიციას. ამიტომ ის იდეები, პროექტები, რომელიც ვერ ახორციელებდა, არ გამოდიოდა რაღაცა ხელშემშლელი ფაქტორი, ახლა თავისი პრინციპულობით ამ შეუპოვრობით, ამის რეალიზაციის საშუალება აქვს, მაგრამ ახლა კითხვა დავსვათ. ეს მათი მოქმედება, რომელიც წარმატების მომტანია, რომელიც მათ აღიარებას გამოიწვევს საზოგადოებაში და ახტოვანებას ხვების მხრიდან, მოეწონება ხელმძღვანელ პირებს ან კოლეგებს. შევეკითხოთ, არიან და ვკითხოთ. ამაშია ზუსტად საქმე, ხო? არ მოეწონებათ. ამიტომ გახდებიან კრიტიკის ასე ვთქვათ, საგანი. ასე ვიყოთ ყურადღებით, ქალწულებო. მესმის ანუ თავის თავს არ გვანან ქალწულები? არა, რა ქვაში უფრო მორიას გვანან ვიდრე ქალწულს. ანუ მოდი ახლა ესე ვთქვათ, ქალწულობას ეს ნიშანი ვერ დაკარგავს. ისე ერთხელ სვაჩის მაღაზიაზე ხარ აგამახსენდა ერთი ძლიერი მორაგბე ყავდა რა ჩვენ ადრე თამაშობდა საქართველოს ნაკრები გვარც არ დავასახელებ 2 მეტრიანი რა მოზუერი და რაღაცა და იქ საუბრო ბიჭებთან ახლა მე როგორ ძველი მორაგბეებთან რაღაცა ეს ოდიაკოს ნიშანი რაღაცა და ეს ჩემს კალენდრებსაც ურიგებ რაღაცა და მე ამას შევხედე შენ რა ნიშანი ხარ და ესე ჩუმად არიგე ხმას არიღებს და რა ნიშანი რაღაცა სამჯერ ქალწული ბევრი და მე უცებ გაბრაზდა და გეო არ მე ახლა ქალწულს 2 მეტრიანი გეს როგორ საქმეა ეს ხო ნუ აი ეს მომენტები აქ ხო რეალიშას მოდი ახლა ავნიშოთ ახლა არის სასწაულად შეუპოვარი ძალიან მიზან მიმართული ბევრი რამ გამოვა ოღონდ ჩემი თხოვნა ქალწულებო პარიტეტი უნდა იპოვოთ ისე რომ ხელმძღვანელები და კოლეგები არ გააღიზიანოთ და არ გამოიყენოთ წონსწორობიდან იმიტომ რომ მათ შორის ბევრი იქნება ცოტაშურიანი თქვენი წარმატების მიმართ და კრიტიკული თან ესეც უნდა ემოქმედოთ რომ აქაც ეს ურთიერთობა ქონდა თან აქტიურად დაიცვათ თქვენი პოზიციები და თან არ გადაიღალოთ გადაღლის შემთხვევაში დაბალი იმუნიტეტის დროს შეიძლება შეცდომები დავუშვათ ამას მოგწევთ ყურადღება ეხლა რაც შეეხება სასწორს აი ვინ არის ყველაზე ესთეტური ელეგანტური დახვეწილი ამ პერიოდში საკმაოდ საინტერესოა ყველა სახის კონკურსებში, ლატარეებში მონაწილეობა წარმატებით უმთავრდება. ანუ ძალიან იღბლიანია ამ პერიოდში. თან მოდი აღვნიშნოთ, რომ აქ საშუალება რომ აქ გამოავნოს თავისი გონება מחვილობა, ინტელექტუალური პოტენციალი, საინტერესო იდეები აქვს, მატერიალიზაციის უნარი და თან როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ორგანიზატორი იხვეწება. ამიტომ აქ პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო მათ შორის სიყვარულის დროა სასწორებო, სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, ახალი რომანტიკული ურთიერთობებისთვის და ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ამიტომ თქვენ გაძლევთ საშუალება რომ მოხდეთ საყოველთაო ყურადღების ცენტრში. ძალიან ბევრი საინტერესო კომუნიკაცია დაამყაროთ საინტერესო ადამიანებთან და არაერთი იდეა განახორციელოთ. ამიტომ აქტიურად ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხარ თქვენ ამ კვირის განმავლობაში. მივადექით მორიელს აგერ ბატონო ზურას. ესე იგი წყლის სტიქის ნიშანი. რა ელოდება მას პირველი ენერგოიმუნიტეტი ცოტა ეცემა, გაითვალისწინე. ამიტომ ძალიან უგადაიღლები ახლა. გასაგებია რომ თქვენ სად შეგეძლიათ გაჩერება, ეს თქვენი კრედო არ არის, მაგრამ ძალიან გადაღლის შემთხვევაში შეიძლება ცოტა მეტი შეცდომები დავუშვათ. ან ცოტა მეტი ნევროზულობა მიჩინოს თავი, ხო? ხასიათი. ამიტომ ძალიან ნუ გადავიღლებით, მაგრამ ის რომ მოქმედება გჭირდება წყალი არ გაუვა, რატო? იმიტომ რომ აქ არის გარკვეული სასიკეთო პერსპექტივები, რასაც ვერ გავექცევით. მაგალითად, შეგიძლიათ მაგალითად სახლში საყოფაცხოვრებო პრობლემები გადაწყვეტოთ. მოაწყოთ ძალიან ლამაზი დიზაინის შეცვალოთ სანტექნიკა? ბევრი რამს გინდა სანტექნიკა, გინდა შეცვლით, მოაწყობთ გალამაზებ და კომფორტს მოიწყობთ, მაგრამ თუ გაცალეს. იმიტომ რომ აქ შეიძლება პარტნიორთან მხრიდან ესეც საინტერესო წინადადებები წამოვიდეს. რომ თქვენ ჩაერთოთ მასტიმულირებელი იქნება ეს თქვენთვის, ჩაერთოთ ამ იდეების რეალიზაციაში. რაც ასევე ფინანსური კუთხით იქნება ძალიან წარმატებული. თუმცა რუტინული ყოველდღიური საქმეების გასაკეთებელი გექნებათ, საყოფაცხოვრებო საკითხებიც დალაგდება და ლამაზ დიზაინსაც შექმნით, იმიტომ თქვენ ამას მოასწრებთ და ამ ახალ
მასტიმულირებელ პროექტებში ჩაერთვებით. აბა თან დაისვენეთ ხო? აი, ზუსტად ამიტომ დავიწყე ამით. უყურე? ზურა ამაშია საქმე. რამდენადაც შეძლებთ ამის გადანაწილებას ძალთა ენერგიის ისე რომ თან პატარა მოგეცათ საშუალება, აი ცოტა თვალები დახუჭეთ, წაუძინეთ. დაასვენეთ ცოტა თქვენ. მაშინ იქნებით უფრო წარმატებული. შვენიერი ბალიშები გაქვს შეგვიძლია. დროის მენეჯმენტი მჭირდება ეს იგი როგორც ვატყობთ მე ხო? Sorry. ხო, ახლა მოდი ავნიშნოთ შილდოსანი. მე მივხედავ საქმე. შილდოსანი ძალიან აქტიურია, ძალიან ენერგიულია, ძალიან წარმატებულია, ძალიან ებლია, საერთოდ ეს არის პედაგოგების ნიშანი. მისი ერთ-ერთი კრედო არის ცოდნის გადაცემა. ამიტომ ახლა ეს განსაკუთრებით გაძლიერებული, აი როგორც პედაგოგი, თან აქვს სურვილი უანგაროდ გადასცეს თავისი გამოცდილება ცოდნას ხვებს, რაც ზრდის მის პოპულარობას, პლუს ეს ის პერიოდია, როდესაც მასა აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა გამოუჭობესოს ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან და მათი თანადგომაც დაიბეოს. ამასთან ერთად მეგობრული კონტაქტები იქნება ზეამაყლებული და ახალი ნაცნობობა შეიძლება წარმოიქმნას მის ცხოვრებაში. ეს არის პერიოდი, როდესაც იღებს ახალ ცოდნას. სწავლისთვისაც კარგი დროა. პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობა ემატება. აქ მგზავრობა მოგზაურობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რაც თავარი ეს არის პერიოდი, როცა უანგარო ქველმოქმედებაში შეიძლება ჩაერთოს, რაც ასევე ერთიორად გაზრდის მის ავტორიტეტს. ამიტომ შილდოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, როდესაც ის ხდება ნოვატორი, რეფორმატორი და სხვა შეიძლება დანერგოს ახალი მეთოდოლოგიები, მათ შორის პედაგოგიური კუთხით, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის კუთხით, რაც ასევე დიდი წარმატების მომტანი იქნება მისთვის და სახელს გაუთქვავს კიდევ მეტად. ამიტომ ძალიან კარგი პერიოდია. ეხლა რაც შეეხება თხის რქას. თხის რქას საინტერესო პერიოდია, რატო? აი ეს ნოვატორული, რეფორმატორული სიო მერწყულის ამბაზე ახდენს დეგავლენას, რაც ძალიან იშვიათად ხდება. ამიტომაც ძველი მაგალითად კონტაქტები, რომელიც მას დიდი ხანი აგზნობდა რომ ამძიმებდნენ, მუხრუჭი იყო და ხელს უშლიდნენ წინსვლაში. ამ კონტაქტებს გაწყვეტავს, მოიშორებს ამ ხელს. ის ძველი რაც უშლის ხელს მოშორების დრო აქვს. პლუს ძველი წარმოდგენები ქონდა, ხო? და თხისკა კონსერვატორია თავისი ბუნებით, რა წარმოდგენა რო შეეგუნა ბავშვობიდან, ცხოვრების ბოლომდე მიყავს. კარგია, ცუდია მნიშვნელობა. აი ახლა აქვს საშუალება სწორედ მას, რომ ეს რეფორმატორული სულისკვეთებით აღივსოს ის ძველ წარმოდგენას, რომელიც რეალურად მავნეა და ხელს უშლის მის განვითარებას და ახალ ეტაპზე გადასვლას. აი ეს მოიშოროს. ეხლა აქვს შესაძლებლობა ახალი წარმოდგენების შექმნას, ახალი სიტუაციები, ახალი პარტნიორული თანამშრომლობა და ძველზე უარი თქვას. თან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეხლა შეინარჩუნოს ფინანსური და პროფესიონალური სტაბილურობა და ამის შანსიც აქვს. რატო? პრემიების, ბონუსების მაღალი ალბათობა, ადრეული საქმეებიდან ეხლა მიღება იმ დავშად თუნდაც თანხისა, რომელიც მაშინ ვერ მიიღო, ამის შესაძლებლობა, რაც ერთიორად გაზრდის მის ფინანსურ წარმატებებს, მაგრამ ერგოტომოსი დაბალეკ. გადაღლის გარეშე უნდა ემოქმედოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ გადაღლის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი შეცდომებს მეტად უშვებს. თუ არ გადაიღლება, წარმატებაც მოემატებს, ხო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი რეფორმების და ცვლილებების პერიოდია მის შეხედულობაში. ეხლა რაც შეეხება მერწყულებს, აი ზურას ახლა ექნება ალბათ საინტერესო კიდე ამასთან დაკავშირებული იდეები, აზრები. რატო? უყურე ხა რა საინტერესო მომენტია ამ ნიშანს და წინ მინდა გავაფრთხილო. მზე ახლა მის ზოდიაქოს ნიშანს გადის. მომავალი კვირიდან კიდე შეუერთდება პლუტონიც იქ არის. დიდი კოსმიური ენერგიების მართველი. ესე იგი, პლანეტა ჯერ სადა პლანეტა მერკური უერთდება შემდეგ კვირას გონების პლანეტა. გადადის იქვე მარსი, საქმიანობის პლანეტა და მერე ვენერა, სიყვარულის პლანეტა. ანუ 5 პლანეტა იქნება მერწყულში. შეგვიძლია წარმოიდგინოთ რამხელა ენერგია, რამხელა შესაძლებლობებია ყველა ფრონტზე. საქმიანი გინდა, პირადული გინდა, ფინანსური გინდა, ენერგია არნახულად მაღალი. ანუ ეს ნიშანი ამას შეგნიდან გრძნობს, რომ ემატება ენერგია, ჯანი, იღბლიანობა, ხდება წარმატებული, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ხდება, ბევრი რამ კარგად გამოსდის, ფინანსურად აწყობს ცხოვრებას. ეხლა მითხარი აქ წყალქვეშა დინება რა შეიძლება იყოს. აი ამ ფონზე. ამბიციები. აი უყურე, ახლო ხარ ჩემო კარგო ანა. აუვარდება თან. ანუ იმდენად ყველაფერი კარგად გამოსდის, იმდენად ყველა აქებს და იმდენად წარმატებულია, რომ შეიძლება გაუჩნდეს მოულოდნელი სურვილები, კარგად დაუფიქრებელი მოქმედებები და თან პლუს მატულობს ვნება.
რის შედეგად შეიძლება მოხდეს ფრიად საეჭვო და ზოგიერთ შემთხვევაში სახიფათო სიტუაციებში. რაც არა მარტო ფინანსურ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებით, ურთიერთობათა შეიძლება გარჩევასთან. ამიტომ ამით შეიძლება გაიფუჭოს ყველაფერი. ამიტომ ჩემი თხოვნა მერწყულებისადმი იაქტიუროთ, იმოქმედეთ თქვენი დროა, უდავოთ, ყველაზე წარმატებული ხართ, მაგრამ ზედმეტი თავში ავარდნა, ზედმეტი წინასწარ განსაზღვრულად მოუფიქრებელი მოქმედებები და ვნებაზე აყოლა და თქვენ საეჭვო სურვილებზე აყოლა შეიძლება ცუდად დაგისრულდეს. ამით იღავით ყურადღებით ამ ხრივ. და თევზებს მივადექით, ჩემო კარგებო, თევზებო. ეხლა გაქვთ რთული პერიოდი. თქვენი ენერგოტონუსი არის დაბალი. ანუ შესაბამისად ნიშნავს რას? ეხლა შენთვის მეტუმეტეს საინტერესოა საქმე ყავს თევზები. ხო? ენერგოტონუსი რადგან დაბალია, ადვილად შეიძლება მოხდეს კონფლიქტში, ემოციურად გახიზიანდეს, რაღაც ცუდი აზრები მოაწვეს, ხო? ანუ ცოტა დეპრესიული ელემენტები ძლიერდება მაშინ და შეიძლება ადვილად გაცივდეს. გადაიღალოს, იმიტომ რომ იმუნიტეტი დაბალია, აღდგენა ნელა ხდება. ამიტომ ჩემი თხოვნა თევზებისადმი, ეხლა არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო არ გეგმოთ. არ გინდათ არავითარი სერიოზული შეხვედრები, კონტაქტები, გადაწყვეტილებების მიღება. ამის დრო ეხლა არ არის. ეხლა პირიქით, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ, ძველი საქმე დაასრულეთ, მეტად დაასვენეთ თავი, იმიტომ რომ იმუნიტეტი ყველაზე დაბალი გაქვთ. თქვენ ხართ ეხლა რისკ ჯგუფში ინფექციური დაავადებებისა პირველ რიგში. ამიტომ ამ ხრივაც იღავით ყურადღებით. პირიქით, მეტი იუმორი, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, ხელოვნების ფართო სპექტრთან ურთიერთობა, ანუ პოზიტივი შემოიტანეთ, იმიტომ რომ ნეგატივი ისედაც იქნება საკმარისად, თუნდაც დაბალი იმუნიტეტიდან გამომდინარე და ფსიქოემოციური არასტაბილურობიდან. თან ისეთი ადამიანები შეიძლება გამოჩნდეს, რომლებიც ესწრებიან თავისი ზეგავლენის ქვეშ მოგაქციონ. ამიტომ ჭორები, პარლამენტები, ინტრიგები, ზურგს უკან მოშურნების მოქმედება ნელ-ნელა ძლიერდება. კარგია, რომ პოზიტიური ენერგოველი გაქვთ. ცოტა ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გავანეიტრალოთ ეს მძაფრად ეს არ გამოვლინდეს. მაგრამ რადგან პერიოდი მაინც ნაკლები ღმლიანია, იმოქმედეთ ცოტა ფრთხილად და გავფრთხილდით ჯანმრთელობას. შვიდად ეცადეთ გაიაროთ ეს პერიოდი პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობით, იუმორთან, აგერბატონო ზურასთან და ჩვენს გადაცემასთან კავშირში. გადაცემის ბოლოს ჩემი ტელეფონის ნომერი ამოვაგდებოდა და გამირეკეთ. აჰა. ასე რომ წარმატებები ყველას ეს მოკლე ინფორმაცია ამ კვირისა. ურმესი მადლობა, სერიოზული ამბავი. დამაკლდა ვინც გაფრთხილებულია ის შეერაგებულია. ეს შენი სათქმელი იყო ამით. დაგიტოვა. ანუ ზოგადად კარგი პერიოდია ყველასთვის. ერთადერთი პოზიტიური ენერგოველი. აუხილდით ჯანმრთელობას და თავში არ აგივარდეთ. დაახლოებით ამ დასკვნების გაკეთება შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, წარმატებები ყველას.